ცნობილი მსახიობი ჯომა ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან გამოასვენა, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, მსახიობის კოლეგები და პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გამორჩეული და განსხვავებული სამსახიობო ოსტატობით მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრ დღეს გლოვის დღეა ქართული კულტურისათვის, ჩვენთვის ყველასათვის, საქართველოსთვის, გარდა იმ დიდი ნიჭისა, რომლის ხილვის, პატივით და სიხარულით ჩვენს თაობას ჰქონდა, მან თავი დაგვამახსოვრა განსაკუთრებული კეთილშობილებით. საოცარი იუმორის პატრონია, ვერ წარმოიდგენთ, რაც არ უნდა უხერხული და დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო, იმ წუთში ვერ იტანდა, იმ წუთში განმუხტავდა მისთვის ჩვეული იუმორი. ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის წასვლა. გახსენება ამ წუთას ძალიან რთულია. ამ დღეს არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მსახიობი, არაჩვეულებრივი კარგი სასურველი ადამიანი ძალიან დაგვიდა, მაგრამ არაჩვეულებრივი. მე თეატრში მოვედი, პირველივე სპექტაკლში ჩემი პარტნიორი იყო ღმერთებში, მთავარ ღმერთს თამაშობდა სეჩუანო კეთილ ადამიანში და წარმოუდგენელი შტაბეჭდილება, კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აი კეთილშობილესი ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ კარგი არტისტი იყო.